საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბელგრადში შეხვედრებს კოლეგა დეპუტატებთან დილიდან მართავენ. ვიზიტის ფარგლებში მთავარი განსახილველი საკითხი ევროინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმებია. ქართული მხარე სერბულ გამოცდილებას იზიარებს და დეტალურ ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების გახსნამდე. დაგეგმილია შეხვედრა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ბელგრადიდან საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის დღევანდელი ნაწილი არის უკვე დასრულებული. დღეს მთელი დღის განმავლობაში სერბეთის დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სადაც ბუნებრივია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები მსჯელობდნენ, ეს იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთმა გაიარა საკანონმდებლო მიმართულებით, როგორც იცით, სერბეთი 2012 წლიდან არის კარის კანდიდატის სტატუსის მატარებელი, რის შემდეგაც უკვე მისთვის გაიხსნა მოლაპარაკებები და ამ გზაზე რა ეტაპები გაიარა, სწორედ ამის მოსმენა სურდათ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის განხორციელებაც მოუწია სერბეთს იმისათვის, რომ ეს გზა გაევლო. როგორც დელეგაციის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, საკმაოდ მსგავსი სურათია როგორც სერბეთის, ასევე საქართველოს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გამოწვევები არის საერთო, მაგალითისთვის ეს არის პოლარიზაცია, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ტერიტორიული მთლიანობა და აქედან გამომდინარე სერბეთის გამოცდილება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ეკონომიკური კავშირების გამყარებას. სერბეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე ციფრული ეკონომიკის, IT მიმართულებით და ამ მიმართულებითაც საკანონმდებლო ჩარჩოს მოდერნიზებაზე დახვეწაზე შედგა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საუბარი. საკანონმდებლო ორგანოს გარდა და დეპუტატების გარდა შეხვედრები ასევე იგეგმება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთან შეხვედრაც უახლოეს ამ ვიზიტის ფარგლებში არის დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე იქნება დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ საუბარი, მათ შორის თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნაზე იქნება მოხდება შეთანხმება, იქნება მსჯელობა ამ საკითხზე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის, რომელიც საქართველოს აქვს ბელგრადში ოფიციალურ სრულფასოვან საელჩოს ჩამოყალიბებაზე იქნება მსჯელობა. ამ შემთხვევაშიც ასევე საუბარი მინისტრთან იქნება იმაზე, რომ მოხდეს ორი ქვეყნის დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაზრდა და სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო საფუძველი, რამდენადაც ჩვენ მივყვებით გაეროს ქარტიას. ესაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სივრცე თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით საგარეო საქმეებში. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ განსხვავებულ საერთაშორისო დონეებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობელი ვართ საქართველოს ეგრეთ წოდებული კოსოვოს თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარებისთვის. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გაეროს სესიის დროს სრებრენიცას საკითხზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, ასევე ძალიან ბევრი თანამშრომლობისთვის არაერთ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე. ასე რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ მანდატის ფარგლებში და შემდეგი ნაბიჯიც იქნება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა კომიტეტში, ასევე სხვა კომიტეტებშიც, მაგალითად გაციფრულების, შემოქმედებითი ინდუსტრიის, ეკონომიკის და სხვა მიმართულებით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ორმხრივი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის, როგორც საქართველოს, ასევე სერბეთის და ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მეორე საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს იყო უსაფრთხოების საკითხები. მე მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული ოკუპაციის შესახებ, იმ ძიმე, ასე ვთქვათ, მოვლენების შესახებ, რომელიც ვითარდება როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, ასევე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სერბული მხარისგან კოსოვოსთან დაკავშირებით. ქონდა საუბარი ევროინტეგრაციის პროცესზე, მოგეხსენებათ სერბეთს უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ
მდგომარეობაზე, თუმცა ასე ვთქვათ, ჯერ სინათლე გვირაბის ბოლოს აქაც არ ჩანს, მათ შორის ნაკლებად სამართლიან მიდგომაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე საუბარი ქონდა ეკონომიკურ პროექტებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და კარგი მეგობრები, ყოველთვის მხარს უჭერთ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია. ასევე აღნიშნავდი, რომ სერბეთი აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას. ჩვენ რა თქმა უნდა მეტი პოტენციალი გვაქვს, ჩვენი ბრუნვა შეადგინა 17 მილიონ დოლარს, რაც არ არის ასე ვთქვათ ის ციფრი, რაც რისი მოლოდინიც გვაქვს, არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ოფიციალური ვიზიტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაიწყო, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება ის და ამ 3 დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს ქართულ დელეგაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დაგეგმილია საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრები მთელი 3 დღის განმავლობაში, რომელზეც როგორც უკვე გითხარით, მთავარი განხილვის თემა იქნება საქართველოს და სერბეთს შორის როგორც დიპლომატიური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.